ჩვენი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებიან არჩევნებს, მათ შორის ჩვენი დამკვირვებლები არიან საზღვარგარეთ 20-მდე უბანზე და მთელი დღის განმავლობაში ვიღებთ ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის და ხარისხის დარღვევების შესახებ, როგორებიც არის როგორც პროცედურული დარღვევები, ასევე უფრო მძიმე დარღვევები, მათ შორის დამკვირვებლებთან მიმართებით არსებული პრობლემები და დანაშაული, რომელიც ხდება ამ მიმართულებით, მათ შორის ერთ-ერთი უბნიდან ჩვენს დამკვირვებელს და თანამშრომელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს ხდება მარნეულის მეოთხე უბანზე და ჩვენ ამის შესახებ მოუწოდეთ საგამოძიებო ორგანოებს, რომ დაუყოვნებლივ მოახდინონ ამ ფაქტზე რეაგირება. ასეთივე ფაქტები ფიქსირდება სხვა უბნებზეც, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ან ხელშეშლის ფაქტები დამკვირვებლებთან მიმართებით, ასევე მედია საშუალებების წარმომადგენლების მიმართ დაფიქსირებული არაერთი შემთხვევა, როდესაც სახეზეა დანაშაულის ნიშნები და ამ ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს გამოძიება. რაც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის დარღვევები აღრიცხეს ჩვენმა დამკვირვებლებმა, მათ შორის ეს უკავშირდება რამდენჯერმე ხმის მიცემის საკითხს ერთ და იგივე უბანზე ერთ და იგივე პირის მიერ, ასევე ფარულობის დარღვევის შემთხვევებს და ასე შემდეგ. ამ დარღვევების სხვადასხვა ხარისხის და მასშტაბების არის, როგორც გითხარით, საკმაოდ მაღალია მორჩევლის მისვლა გამოცხადება უბნებზე, ინტენსივობა მათი მისვლის არის დიდი და ჩვენი დამკვირვებლები რჩებიან უბნებზე და აკვირდებიან პროცესებს, საარჩევნო პროცედურებს, ისინი დარჩებიან ხმის დათვლის პროცესშიც და საბოლოოდ შევაჯამებთ ჩვენ მიგნებებს და აღმოჩენებს უკვე ხვალ, როდესაც გვექნება შემაჯამებელი განცხადება კენჭისყრის დღის მოვლენებთან დაკავშირებით. მათ შორის დღეს ასევე 9 საათზე შევაჯამებთ დღევანდელ დღის მონაცემებს. ასევე მინდა გკითხოთ რეგიონებთან დაკავშირებით, თქვენ მარნეული ახსენეთ, იქ ასევე 79 უბანზე იყო დარღვევები, რომლის შესახებაც ვიდეო მასალით გაიგო საზოგადოებამ, შემდეგ გაბათილდა. ეს დაიხურა ეს უბანი, აი რომ გითხრათ, აი ყველაზე მეტად აი დარღვევების თვალსაზრისით, რომელი რეგიონი გამოირჩევა თქვენი დაკვირვებით? ამ ეტაპზე ჩვენი დაკვირვებით მარნეული ნამდვილად გამოირჩევა დარღვევების მასშტაბებით და მრავალფეროვნებით, მათ შორის როგორც იცით ერთი უბანი უკვე როგორც ახსენეთ ერთი უბანი დაიხურა და ბათილად იქნება ცნობილი იქ არსებული ბიულეტენები, ასევე ჩვენს ერთ-ერთ უბანზე სწორედ მარნეულში ვითხოვთ კენჭისყრის პროცედურების შეჩერებას და უბნის ბათილობას, იქიდან გამომდინარე რომ მთელი დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა იმ ტიპის დარღვევები, რომელიც გავლენას ახდენს უბანზე არსებულ შედეგებს. აქედან გამომდინარე ეს შედეგები არ შეიძლება მიეთვალოს საბოლოოდ შემაჯამებელ ოქმებს და ეს უბანი უნდა გაბათილდეს. როგორც ჩვენი დამკვირვებლებისაგან ვიღებთ ინფორმაციას სხვადასხვა რეგიონებიდან, მარნეული არის ამ ეტაპზე გამორჩეულად რთული ადგილი, სადაც დარღვევები არაერთი ფიქსირდება. წინა არჩევნებზე ძირითადად გარე პერიმეტრზე ხდებოდა ხოლმე, ვლინდებოდა ხოლმე დარღვევების ფაქტები. წელს რა მდგომარეობაა საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე, თუ შეინიშნება მაგალითად კოორდინატორების გადაადგილება? უბნის პერიმეტრზე დარღვევები სამწუხაროდ შენარჩუნებულია ის ტენდენციები, რომელიც ბოლო არჩევნებზე წინა წლებშიც ფიქსირდებოდა. ეს არის მობილიზება გარეთ, მცდელობა იმისა, რომ მოხდეს კომუნიკაცია ამ მრჩეველთან და მათი პოზიციის გაგება. ამასთან დაკავშირებით ჩვენს დამკვირვებლებს აქვთ რეაგირება, მიმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ეტაპებზე, რომელიც უბნის გარეთ ხდება, იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც უბნის გარეთ ფიქსირდება და შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა, რომ ამ შემთხვევაში მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება და ჩაერიოს ასეთ უბნებზე არსებულ სიტუაციაში, მათ შორის მივიდეს ადგილზე, შეისწავლოს და უზრუნველყოს ის, რომ უბნის გარეთ პერიმეტრზე არ ხდებოდეს სხვადასხვა ტიპის დარღვევა. მათ შორის ჩვენმა დამკვირვებლებმა დღის განმავლობაში დააფიქსირეს შემთხვევები, როდესაც უბნის პერიმეტრზე 25 მეტრის დისტანციით განთავსებული იყო ქართული ოცნების სააგიტაციო მასალა. ჩვენი დამკვირვებლის რეაგირების შემდგომ ერთ-ერთი უბნიდან ნაწილობრივ აღმოიფხვრა ეს პრობლემა, გამოვიძახეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეტყობინება გავაგზავნეთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოხდა ნაწილობრივ ამ პრობლემის აღმოფხვრა, თუმცა სრულად ვერ აღმოიფხვრა. სამწუხაროდ ეს არის ის ტენდენციები, რომელიც პერიმეტრთან დაკავშირებით უცვლელია და კვლავაც ადგილი აქვს მობილიზებას, აღრიცხვას, რაც ირიბზე გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, ამ მრჩევლის ნებაზე და ეს პრაქტიკა არ არის შესაბამისი ჩვენი კანონმდებლობის. ასევე მინდა გკითხოთ ელექტრონულ ხმის მიცემასთან დაკავშირებით, როგორ ადაპტირდნენ კომისიის წევრები და რამდენად არის გამოწვევები ამ მიმართულებით, როგორც ამომრჩეველი, ასევე კომისიის წევრები როგორ ადაპტირდნენ და რა გამოწვევებია ელექტრონულ ხმის მიცემასთან დაკავშირებით?
იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით მიმდინარეობს, ამ ტიპის დარღვევებიც ფიქსირდება, რომელიც უკავშირდება ან კომისიის წევრის მხრიდან თავისი ფუნქციების არასრულყოფილ შესრულებას, რაც უკავშირდება ჩვენს განმარტებას, ან შემდეგ ასევე ადგილი აქვს რამდენიმე ბიულეტენის გაცემას, რაც შეიძლება როგორც ტექნიკური პრობლემა იყოს, ან სხვა ტიპის პრობლემასთან კონდეს საქმე და ასევე რამდენიმე უბანზე ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს შემთხვევები, როდესაც ვერიფიკაციის აპარატთან დაკავშირებით იყო პრობლემები, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული გამოწვევები სამწუხაროდ არსებობს ცალკეულ შემთხვევებზე და საბოლოოდ ეს რა გავლენას ახდენს არჩევნებზე, ამის თქმა ახლა ჩვენთვის რთულია, იმიტომ რომ ჯერ ეს პროცედურები ისევ გრძელდება და დამოკიდებულია ხოლმე ცალკეული ეპიზოდის შინაარსი იმაზე, როგორი რეაგირება აქვს კომისიას, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე, ასევე ცალკეულ შემთხვევებში საარჩევნო კომისიის დონეზე. თუ სწრაფად ხდება არსებული პრობლემების მოგვარება, მაშინ ეს ხელს არ უშლის ამ მრჩეველს, რომ კვლავ გაგრძელდეს უბანზე კენჭისყრის პროცედურები და მოხდეს მათი მხრიდან საკუთარი არჩევანის დაფიქსირება ტექნოლოგიურ უბნებზე.